მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, აქვს თავბრუსხვევები, ტკივილები და სტაბილურია. გიგლა, ძლიერ ტკივილებთან დაკავშირებით საუბრობდა ადვოკატი, როგორც ცნობილია, მოისმინა მაყურებელმა ეს შეფასება, ანუ რა ვითარებაში მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა, ანუ რატომ გახდა ეს საჭირო, ამის შესახებაც მივაწოდოთ მაყურებელს დეტალური ინფორმაცია. გული წავიდა ორჯერ და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ გადავაყვანა კლინიკაში. ეს გახდა კლინიკაში გადაყვანის მიზეზი, გულის წასვლა. ანუ ორჯერ დაკარგა გონება, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, ხომ? ასევე რა შეგიძლიათ თქვათ იმის გათვალისწინებით, რომ რაც ხა თქვენ ახსენეთ ეს გონების კარგვის ეპიზოდი, თავდაპირველად ასევე ის იმყოფებოდა სხვა კლინიკაში, ხო, როგორც ცნობილია, თუმცა იქ არ დარჩა და შემდეგ საბოლოოდ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ხო, იქიდან გამოწერეს, სტაბილური იყო, გამოგწერეს იქიდან და შემდეგ სახლში როცა მივედით, იქ საღამე აკვია. წავიდა გული ორჯერ და გადმოვიყვანეთ აქ. გიგლა, მასთან კომუნიკაციაზე რა შეგიძლიათ, რო თქვათ, ანუ თუ შესაძლებლად არის ძალიან შეშინებული, ფსიქოლოგიურად არის, ფსიქოლოგია აქვს და დასტრესილი, დარღვეული და ჩვენ მესაუბრებით გიგლა ლოცულაშვილს, ის არის პაპუნა ლოცულაშვილის ძმა. პაპუნა, როგორც ცნობილია, რჩება კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ექიმების გადაწყვეტილება არის სწორედ ეს, როგორც ცნობილია, თქვენ იცით, რომ ბივამედიდან გამოწერის შემდეგ ის გუშინ ღამე მწვავე ტკივილებით გადაიყვანეს საავადმყოფოში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და სწორედ კლინიკის წარმომადგენლის კომენტარს ისმენდით თქვენ გადაცემის დასაწყისში. ადვოკატი ასევე საუბრობდა იმის შესახებ, რომ პაპუნამ ორჯერ დაკარგა გონება, ასევე მისი ოჯახის წევრი გიგლა ლოცულაშვილიც ლაპარაკობდა ამასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეს ტკივილები ორჯერ გონების კარგვა გახდა მიზეზი იმისა, რომ მათ გამოეძახებინათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაეყვანათ კლინიკაში. მე მოგიყევით ასევე იმის შესახებ, რომ ამ საკითხზე არსებობს ჯანდაცვის მინისტრის განმარტება, რომელიც ამბობს, რომ ვითარება არის კონტროლზე და თუ საჭიროება გამოიკვეთება, ყველა სერვისი მიეწოდება. ეს არის სწორედ ჯანდაცვის მინისტრის განმარტება. გიგლა, სასამართლო საკითხი, თქვენ იცით, რომ მივაწოდეთ მაყურებელს ინფორმაცია, რომ ამ მხრივ საყურადღებოა ეხა პროცესი, რომელიც დაიწყება გორის სასამართლოში, განისაზღვრება მოსამართლის ვინაობა. აი ამასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ოჯახს ამ პროცესის მიმართ? არანაირი მოლოდინი არ მაქვს და არ უყურებ არავის ამაგაც სასამართლოებს საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი ძმის ჯანმრთელობა და მოიხსენს ბრალეულობა, რაშიც დებენ ბრალს. მაგენი დასაჯონ თვითონ როგორც საჭირო ჩათვლიან ისე. როგორ ფიქრობთ, ეს გარდაუვალი არის ეს ბრალის მოხსნის საკითხი? ჩვენ ნახეთ არაერთი უფლებადამცველის შეფასება, რომლებიც ამ მხრივ ასე ვთქვათ წარმოუდგენელ სურათზე საუბრობენ, რომ პაპუნა არის რეალურად ბრალდებული, ხომ? ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით, აი ამ ვითარებაზე და როგორ ფიქრობთ, რაზეა დამოკიდებული ამ მხრივ არსებული სურათის შეცვლა, რომ მოიხსნას ბრალეულობა თქვენს ძმას? არ ვიცი, მე მოვითხოვ, ყოველ შემთხვევაში მე მოვითხოვ ამას, რომ რა შეიძლება სწრაფად მოიხსნას ბრალი და ეს არის ჩემი ერთადერთი მოთხოვნა, რომ ამ ბავშვმა მერე წყნარად გააგრძელოს ცხოვრება და მიხედოს თავის ჯანმრთელობას. კი ბატონო, გიგლა, ხო არ ყოფილა რაიმე კომუნიკაცია პროკურატურის მხრიდან, ან თქვათ რა ადვოკატთან, ან რაიმე? მე როგორც ვიცი, ადვოკატებს ეხლა რა თქმა უნდა კომუნიკაცია პროკურატურასთანაც აქვთ და ეხლა ეს უნდა შეხვდნენ თორცდები. ანუ მესმის კომუნიკაცია თავისთავად ექნებათ ნებისმიერ შემთხვევაში, მით უმეტეს სასამართლო პროცესების მოლოდინია. ხო, თუმცა აი კონკრეტულად ამ თქვათ ბრალის მოხსნის საკითხზე, თქვათ არის გარკვეული მოლოდინი, აი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ადვოკატის მხრიდან ამასთან დაკავშირებით, თუნდაც იმ განცხადებების ფონზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, მე უბრალოდ ვითხოვ, რომ მოიხსნას ბრალი.
კი ბატონო, დიდი მადლობა გიგლა, დაგემშვიდობები. გიგლა ლოცულაშვილი საუბრობდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში იმყოფება ის